მერის ადმინისტრაციული შენობის წინ ხანძრის შედეგად დაზარალებულმა ბაზრის მოვაჭრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განცხადებით პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ. დაგვეწვა ყველაფერი. ჩვენ მივაბარეთ ბაზრის ადმინისტრაციას ეს ჩვენი საქონელი. ერთხელ თქვი დაუშვათ ხილები ხომ არის იქ, რაც ქუჩაში იყიდება. დაუშვათ 1 კილო ან საერთოდ საქონელი რო დაიკარგოს. ვინ აგებს ამაზე პასუხს? აგებს დაცვის და ჩვენო რას ქვიაო, როგორ გეკადრებაო? მაშინ ჩვენი საქონელი ვისი იყო ეს? კორსანტიასი ხო იყო ეს შენობა? ჩვენ ხომ იმას მივაბარეთ ეს ჩვენი საქონელი. რა ვქნათ, მითხარი ვის მოვთხოვოთ? ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. სამართლიანობას ვის მოვთხოვოთ? ჩვენი დაკარგული თანხა, ჩვენი დამწვარი თანხა, 20 წლის ნაშრომი დაგვეყუპა, დაგვეფერფად გვექცა. დღეიდან ვიწყებთ შიმშილობას. მეტი ჩვენ არავითარი არაფერი არ გაგვაჩნია. აგერ ჩვენი 38 ამხანაგი მეგობარი აგერ ვარ და მოვითხოვთ პასუხს, თულად დახმარებათ. მე ჩვენ იმას გაუდგებით, რა ვქნათ, აბა ესაა თუა დააღწვეს და მოვთხოვთ კორსანტიას, მოვთხოვთ მერიას და რა ვიცი, გაგვცეთ პასუხი. დღეიდან ვიქნებით აქად ჯდარი მერის წინ. აღნიშნულთან დაკავშირებით ფოთის მერიაში ოფიციალური განცხადებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.